ერთი წუთი ნამდვილად არ მეყოფა ლუარსაბ პირველის დასახასიათებლად, რა ის იყო უმაგრესი მეფე, უძლიერესი მხედარი იყო, მთელი თავისი ცხოვრება ომში გაატარა, რასაც ქვია. იქით ოსმალოს ეომებოდა იმერეთის მეფესთან ერთად, კი დამარცხდნენ, მაგრამ მაინც არ ეგუებოდა და აგრძელებდა ომს. აქეთ ირანს ეომებოდა, ხო, თამაზი 4-ჯერ შემოესია, მისი ხელში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ ვერასდროს ვერ ჩაიგდო. არ ნებდებოდა, ტყეღრე ეომებოდა, პარტიზანული ბრძოლებს მართავდა და ანადგურებდა მტრის არმიას. 1555 წელს, როგორც ვიცი, ამასიზავი დაიდო და ირანმა და ოსმალეთმა საქართველო გაიღო, მაგრამ ამასაც არ შეეგუა ამ ფაქტს და ბევრი ციხესიმაგრე გაათავისუფლა ირანელების გარნიზონისგან. ამ წარმატებას რო ხედავდა ირანის შაჰი, ვერ შეეგუა და გამოგზავნა სადამსჯელო არმია ლუარსაბის. და საბოლოოდ 1556 წელს სოფელ გარისთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა გმირულად რა. ის უკვე მოხუცებული იყო ამ ბრძოლას სიმონ პირველი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ლუარსაბსაც არ დაუხევია, უკვე შუაში იდგა და გმირულად იბრძოდა რა. საბოლოოდ ეს ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ლუარსაბი დაიღუპა რა და მისი ბოლო სიტყვები იყო, რომ შემგლოვას შეეშვით ქვეყანას მიხედეთ რა, ქვეყანა შეინარჩუნეთ. ესეთი მამაცი და ძლიერი მეფე ყავდა და ეგეთივე შვილიც დატოვა სიმონ პირველი რა და მაგაზეც შემდეგში გესაუბრებთ.